ქუთაისის ჰოკეის ქალთა გუნდი 2016 წლის საქართველოს ჩემპიონი გახდა. ეს გამარჯვება მათ ისტორიაში ერთადერთი არაა. წელსვე ჰოკეისტმა გოგონებმა 16 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძლიერი მოწინააღმდეგეები დაამარცხეს. გოგონებს უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე, მათ ძალიან ძლიერი გუნდები როგორიცაა ხორვატია და ბულგარეთი ორჯერ დაამარცხენ. თითქოს ჯგუფში დაიკავნენ მეოთხე ადგილი და შემდეგ ქვეჯგუფში მეექვსე ადგილის ბრძოლაში პირველი ადგილი. ამ გამარჯვებას მწვრთნელი ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად თვლის. გოგონების წარმატება მით უფრო ფასეულია, რომ გუნდს არ გააჩნია შესაფერისი სავარჯიშო პირობები. ქუთაისის მერია სპორტსმენებს შესაბამის დარბას 2017 წლისთვის პირდება. მანამდე კი გოგონებს ვარჯიშის გაგრძელება ქალაქის 36 საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში მოუწევთ. არის უკვე გეგმაშეს, რომ მათ მოუწეს რიგო სპორტული მოედანი, თუმცა ისინი სადაც ვარჯიშობენ, ხა ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სტანდარტებს შეესაბამება, ზომებით შეესაბამება სტანდარტებს ის მოედანი, თუმცა არ არის იდეალური პირობები. თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ აი ეს გოგონები ძლევენ ამ ყველა პრობლემას. სირთულეებთან ერთად ჰოკეისტი გოგონები საუბრობენ იმ სიკეთეებზე, რასაც მათ სპორტი ანიჭებთ. თავიდან რო შემოვედი, არ მქონდა ესეთი სტიმული, მაგრამ მე უფრო რო შევედი ანუ ულღამში, ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს ბოლომდე გავყო. ბალახის ჰოკეი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად ითვლება. მას დიდი ისტორია აქვს საქართველოშიც. ისტორია ჩვენთანაც მოდის ასე, რომ აი ჰოკეისტმა გვართამაშებს მე-17 საუკუნეში თამაშობდნენ საქართველოში. ჭაკუნი და ჭოროლა სახით და ძალიან პოპულარული იყო დასავლეთ საქართველოში. ქუთაისში ჰოკეის ქალთა გუნდი 1977 წელს დაფუძნდა. ისინი 1988 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონებიც გახდნენ. საქართველოს ჰოკეის ქალთა ნაკრები დაკომპლექტებულია ქუთაისის ბაზაზე. სადღეისოდ ისინი 2018 წელს არგენტინის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მოსახვედრად ემზადებიან.